ევროპაში, სადაც 2 მილიონზე მეტი მკვლევარი ცხოვრობს, უფრო მეტი მეცნიერის მიზიდვა ასურს. ევროკომისიამ დაინახა შესაძლებლობის ფანჯარა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სამეცნიერო წრეებს შეზღუდვები დაუწესა. ინიციატივა სახელწოდებით აირჩია ევროპა მეცნიერებისთვის, უფრო მეტ რესურსსა და ნაკლებ ბიუროკრატიას პირდება იმ მკვლევრებს, რომლებიც ევროკავშირში არ ცხოვრობენ. დღევანდელ გადაცემაში გავარკვევთ, მაინც რამდენად საკმარისია ეს ინიციატივა იმისთვის, რომ ევროკავშირი მეცნიერების სფეროში მსოფლიო ლიდერად იქცეს. ევროკომისიამ 500 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტის შექმნის პირობა დადო 2025-2027 წლებისთვის. აქედან 20 მილიონი მხოლოდ ისეთ კვლევით პროექტებს მოხმარდება, რომლებსაც სამრეწველო დანიშნულება ექნებათ. ახალი 7 წლიანი უზარმაზარი გრანტი დააფინანსებს პერსპექტიულ მკვლევრებს, რომლებიც სამეცნიერო კარიერას არ უღალატებენ. ის მეცნიერები, რომლებიც ევროპაში ჩამოვლენ, გრანტის გარდა მიიღებენ დამატებით ანაზღაურებასაც, რომლის მოცულობაც წელს გაორმაგდება. ამ ინიციატივის წარდგენის დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირს მეცნიერების მიმართ ახალი მიდგომა სჭირდება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისიც თქვა, რომ სწორედ მეცნიერება ამ მომავალში პროგრესისა და ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელი საწვავი. მაინც რას ფიქრობენ თავად ევროპელები ამ სამეცნიერო გენიის გამოსავლენად გამართულ მარათონზე? ახლად ჩამოსული მეცნიერები კონკურენციის არათანაბარ პირობებს შეუქმნიან აქაურებს. მარტო ევროპაში ცხოვრების პერსპექტივაც კი სტიმულია ნებისმიერისთვის. მარტო ჩვენგან არ უნდა წავიდეს ხალხი სხვაგან სასწავლებლად. აქაც უნდა ჩამოვიდნენ, რათა საკუთარი ცოდნა გაგვიზიარონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივის ინდუსტრიასთან დაკავშირებაც მნიშვნელოვანია სამეცნიერო კვლევის დასაფინანსებლად. ნამდვილად მივესალმები, რადგან მეცნიერება საძირკველია და რაც უფრო განათლებული და მრავალმხრივ განსწავლულები ვიქნებით, მით უკეთესი ჩვენთვის. მგონი არ არის ცუდი აზრი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისეთ ადამიანებს ეხებათ, რომლებმაც კარგად იციან ზოგიერთი საგანი და სასარგებლონი არიან, რომლებსაც შეუძლიათ ახალგაზრდებს რაღაცა სწავლონ. ჩემი კოლეგა ამანდინ ჰესი აშუქებდა ამ ინიციატივას ევრონიუსისთვის. ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის გამოსვლაში ამ ინიციატივის წარდგენის დროს ახსენა ამერიკაში არსებული მდგომარეობა. თუმცა ბევრმა იფიქრა, რომ ეს იყო არაპირდაპირი მინიშნება იმ ზომებზე, რომლებიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახლახან გაატარა ამ სფეროში. შეგიძლია უკეთ განგვიმარტო ეს კონტექსტი. ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მეცნიერების როლი დღევანდელ მსოფლიოში ეჭქვეშ დააყენეს და ისიც კითხვა, რომ ეს ძალიან მცდარი გათვლა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტების წინააღმდეგ გაილაშქრა. ამის გამო ზოგიერთ ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყვიტეს ან გრანტები შეუჩარეს. მეცნიერებს ნაშრომებში ზოგიერთი სიტყვის გამოყენებაც კი აუკრძალეს, მაგალითად კლიმატის ცვლილება. ან ქალები და თუ არ გაითვალისწინებენ ამას, დიდი რისკია, რომ დაფინანსება შეუწყვიტონ. ეს ინიციატივა მხოლოდ ფინანსურ საკითხს კი არ ეხება, მაშინ ახსენებია ევროპული კვლევის სფეროს ახალი აქტიც. მაინც რა მიზანს ისახავს ეს კანონი? ევროპული კვლევის სფეროს აქტის მიზანი ის არის, რომ მეცნიერული კვლევის თავისუფლება კანონით დაიცვას. ევროკომისიამ ძალიან მკაფიოდ განმარტა ეს საკითხი. ინიციატივის აირჩია ევროპა პრიორიტეტი არის ის, რომ მეცნიერება ისევ თავისუფალი და ყველასთვის ღია იყოს. გერმანიაში მაგალითად აკადემიური და კვლევითი თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად ითვლება და ისინი უკვე დაცულია გერმანიის კონსტიტუციით. კიდევ ბევრ რამეზეა ყურადღება გამახვილებული. ძალიან დიდი აქცენტი კეთდება, რომ მეცნიერება ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად გამოიყენონ. მაინც რა სიახლეები იქნება ამ კუთხით? ამ ფლანგზე ის სიახლეა, რომ ევროკომისია გეგმავს წინ წამოწიოს ევროპული ინოვაციის აქტი და ასევე სტარტაპებისა და ბიზნესის გაფართოების სტრატეგია. ამის მიზანი ის არის, რომ ევროპულ კომპანიებს შეუმცირონ ბიუროკრატია და გაუადვილონ წვდომა ვენჩურულ კაპიტალზე. რაც ახალი იდეა არ არის, ეს აზრი წამოსწია დრაგის ანგარიშმა ევროკავშირის კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებით. ანგარიშში ეწერა შეთავაზება, რომ შექმნილიყო კვლევისა და ინოვაციების კავშირი ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით. მოდი ვნახოთ რა მდგომარეობა ევროპულ მეცნიერებაში ინვესტიციების ჩადების კუთხით. ევროკავშირის 2021-27 წლების ბიუჯეტში, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოზე ნაწილდება, 93 მილიარდი евро არის ჩადებული ევროპის კვლევით პროგრამაში ჰორიზონტი. თითოეულ ქვეყანა თავად განსაზღვრავს ეროვნულ დონეზე რა რაოდენობის ინვესტიციები ჩადოს. ამ მხრივ საკმაოდ დიდი სხვაობა შეინიშნება ქვეყნებს შორის. მაგალითად, ბელგია ხარჯავს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 3.9%-ს, ხოლო რუმინეთი 0.4%-ს. საერთოდ
ჯამში ევრობლოკი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.2% ხარჯავს ინვესტიციებზე და ევროკომისიამ 2030 წლისთვის 3% განსაზღვრა ამ კუთხით. თუმცა ეს მაჩვენებელი ბევრად ჩამორჩება სხვა განვითარებულ რეგიონებს. მაგალითად, ამერიკა 3.5% ხარჯავს, იაპონია 3.3%, ხოლო ჩინეთი 2.4%. დღეს ჩვენი სტუმარი ეკატერინა ზახარიევა, ევროკომისარი სტარტაპების კვლევისა და ინოვაციების საკითხებში. მოგესალმებით ევრონიუსში. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რას ფიქრობთ ცოტა ხნის წინ ამერიკის მთავრობის მიერ აკადემიური სექტორისა და სხვა სამეცნიერო ინსტიტუტების მიმართ მიღებულ ზომებზე. გულისხმობ არა მხოლოდ ბიუჯეტის გაცემის კუთხით, არამედ პოლიტიკური სახელმძღვანელო პრინციპების მიცემის მხრივაც, თუ როგორ ჩაატარონ კვლევები. ევროპაში განსხვავებულად ვიქცევით. ჩვენ არ ვეუბნებით მეცნიერებს თუ როგორ იკვლიონ, ან რა იკვლიონ. ჩვენ პატივს ვცემთ მეცნიერების თავისუფლებას. პატივს ვცემთ მეცნიერებსა და ყველა თავისუფალია თავის კვლევაში და სიხარულით მივიღებთ ყველას ევროპაში. სწორედ ამიტომ წარადგინა ევროკომისიამ თავისი ინიციატივა აირჩი ევროპა. როგორ გონიათ ეს საკმარისია იმისთვის, რომ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან მოიზიდოს? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ვინც უკვე აქ მუშაობს, მას უამრავ ბიუროკრატიასთან უხდება გამკლავება და ბიუჯეტიც მცირე აქვთ. ჩვენ შესანიშნავი პროგრამა გვაქვს ევროპის ჰორიზონტის სახით. ეს გახლავთ ბრენდული სახელი მსოფლიოში ყველაზე დიდი პროგრამისა კვლევებისა და ინოვაციების სფეროში. ასე რომ ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ ბიუროკრატიის ანგარიშგების შემცირებას. ასე ვთქვათ, რათა ეს პროგრამა უფრო ხელმისაწვდომი იყოს, უფრო მცირე კვლევითი ორგანიზაციებისთვის, მომცრო კომპანიებისთვის, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რაც დროსაც დაუზოგავს და ფულსაც, ვინც ჩაერთვება პროგრამაში. and money for the applicants. მეცნიერები შიშობენ, რომ მომავალში კვლევის ჩარჩო პროგრამას ფული დააკლდება და რომ შესაძლოა შეერწყას კიდეც კონკურენტუნარიანობის ფონდს. როგორია თქვენი სტრატეგია? საჯარო დაფინანსება არასდროს იქნება საკმარისი. ამიტომ ევროკომისია მუშაობს იმაზე, თუ როგორ მოიზიდოს მეტი ინვესტიცია კერძო სექტორიდან ინოვაციების კვლევაზე. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობ, როგორც კერძო ისე აკადემიურ სექტორებთან, არის ცოდნის გავრცელება, ახალი აღმოჩენების გადაცემა ბაზრისთვის. აი სწორედ ეს არის კონკურენტუნარიანობის ფონდის მიზანი. როგორც უკვე ვთქვი, ინოვაციების კვლევის პროგრამა, ჩარჩო პროგრამები ჩადებულია ჩვენს შეთანხმებებში. ამიტომ გაგრძელდება კვლევისა და ინოვაციის პროგრამა, თუმცა მათი კავშირი კონკურენტუნარიანობასთან აუცილებელია განვითარებისთვის, ჩემი აზრით. ასე რომ ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. სოფლიოში კვლევების მეოთხედი ევროპაში ტარდება, რის გამოც ევროპა ცოდნის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ადგილია. ევრობლოკი ლიდერადაც კი ითვლება გარკვეულ სფეროებში, როგორებიცაა რობოტიკა, კოსმოსური ტექნოლოგიები და ფარმაკოლოგია მაგალითად. ამ სექტორებში ძალიან მაღალია კონკურენცია მთელ მსოფლიოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მეტ თანხას გაიღებენ, რათა საკუთარ აკადემიურ და ინდუსტრიულ სექტორებში საუკეთესო კადრები მიიზიდონ.